გასულ კვირას ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მეზობელ სომხეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ითვალისწინებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეერთებული შტატები რეგიონიდან გასვლას კი არ აპირებს, არამედ პირიქით აძლიერებს თავის ყოფნას. არის თუ არა ეს საქართველოს ჩამნაცვლებელი სვლა და რითი განსხვავდება ან რა მსგავსება სტრატეგიული პარტნიორობის იმ სტრუქტურასა და პერსპექტივას შორის, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში წლების განმავლობაში შენდებოდა არაერთი ქართული ხელისუფლების მიერ და ეხა ივანიშვილი ასამარებს და სომხეთის დღევანდელი ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის გაფორმებულ ამ ასე ვთქვათ შეთანხმებაში. პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ ამერიკის და სომხეთის ურთიერთობები გადავიდა ახალ ფაზაში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც იძლევა აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს სომხებისთვის. ეხლა ეს დოკუმენტი ძალიან გავს 16 წლის წინ გრიგოლ ვაშაძისა და კონდოლიზა რაისის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შორის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ძალიან ბევრი თანხმედრა, აბსოლუტურად იდენტური სტრუქტურა და რაღაც აბზაცებიც არის პრინციპში უცვლელად გადმოტანილი ამ ქარტიაში, იმ ქარტიიდან, განსაკუთრებით პრეამბულის ნაწილი, პირველი თავი, ეს თანამშრომლობის მთავარი პრინციპები და ადამიანებს შორის ურთიერთობები, მაგრამ ამასთან ერთად ამ დოკუმენტებს შორის არის დიდი განსხვავება. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ 2009 წელს მტკიცედ მივდიოდით ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს დოკუმენტი მთლიანად ხსნიდა აბსოლუტურად თვისებრივად ახალ პერსპექტივებს ჩვენთვის. სომხეთი დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერით შედის დიპლომატიური თამაშის ძალიან რთულ ფაზაში. და შესაბამისად მასზე იქნება ახლა დამოკიდებული თუ რამდენად თუ გამოიყენებს თუ არა ისევე ეფექტურად ამ ხელშეკრულებას, როგორც თავის დროზე გამოიყენეთ ჩვენ, მაგრამ რაღაც ობიექტური გარემოებები სომხეთს ამაში ხელს უშლის. ის რომ ის კუხოს წევრი ხდება, თუნდაც ფორმალური და ის რომ ის არის ევრაზიული კავშირის წევრი. ზუსტად ამიტომ ჩვენ დოკუმენტში არის პერსპექტივა იმ დოკუმენტში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და სომხეთთან ვერსიაში არ არის. მაგრამ ზოგადად გეთანხმები იმაში, გიორგი, რომ ეს არის იმის გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არა მხოლოდ სომხეთთან ანვითარებს საკუთარ ურთიერთობებს თვისებრივად ახალ დონეზე, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასია არის მის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სპექტრში. ჩანს ხედვა ეს აი შემდეგი ჩემი შეკითხვა უკავშირდება ხა უშუალოდ საქართველოსაც ამ კუთხით ჩვენი მეზობლების წინსვლა და დასალურ პოლიტიკურ ფინანსურ სხვა სისტემებში ინტეგრაცია მხოლოდ გაგვიხარდება მე პირადად აზერბაიჯანის ამ ფერხულში ჩადგომა ძალიან მესიამოვნება ნაწილობრივ არის კიდეც მაგრამ გასაგებია რა ნაწილსაც გულისხმობ ეს ჩვენს რეგიონში საერთო ღირებულებითი კომპონენტის გამო ისედაც არსებული თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან მოტივაციას დაემატებოდა და უფრო გაადვილებდა მათ შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის, ერთიანი ვაჭრობის ზონის და ძალიან ბევრ სხვა მიმართულებით თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოს შორის, რომელმაც მთლიანობა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი სინერგია შექმნან და დიდი სიკეთე მოუტანონ მთლიანობაში რეგიონს და ჩვენს ქვეყნებს და მის მოსახლეობას. მაგრამ აი უყურეთ დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რა ტიპის მოლოდინი აქვს ივანიშვილს და ოცნების ელიტას ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, ხო? მოლოდინი არის ის, რომ ძველი სტილის გავლენის ზონებად დედამიწის გადანაწილება დაბრუნდება, ასე ვთქვათ, ეს მიდგომა და რომ პუტინსა და ტრამპს ან სხვა მსხვილ ავტორიტარულ ცენტრებს შორის გაყოფის შემთხვევაში საქართველოს შერჩება ხურდაში პუტინს და თავის ატყივარი აღარ ექნება აქაურ ხელისუფლებას ამ ტიპის, ანუ ავტორიტარული ინტერნაციონალისათვის დამახასიათებელი სისტემის შენარჩუნებაში. ამაზე ოცნებობს დღეს ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომ ამ ხრივ დაიმშვიდებს თავს და სიტუაციას. მაგრამ სომხეთთან ამ პარტნიორობის, სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება გულისხმობს ზუსტად იმას, რომ ამერიკა არათუ გადის არამედ კიდევ უფრო აქტიურად შემოდის რეგიონში და შეუძლებელია იმის წარმოქმნა, რომ მან ხელი ჩაიქნიოს და თვალი დახუჭოს ან დაივიწყოს ქვეყანა, სახელმწიფო და რაც თავარია ხალხი, რომელშიც ამხელა ინვესტიცია აქვს პოლიტიკური, ფინანსური უსაფრთხოების კუთხით ჩადებული და რომლის
ხალხიც ყველაზე, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილი და მეგობრული არის მთელს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. თქვენ როგორ ხედავთ თავად შტატების ინტერესს საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე? Ну, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა თავს ვერ მოვიტყუებთ და პირველ ათეულში საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გეგმებში ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ, მაგრამ საქართველოს არის ის საკითხი პირველი, სადაც არის ძალიან იშვიათთაგანი საკითხია, რომლის მიმართაც ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ორპარტიული თანხმობა, ეს ერთი და მეორე, თუ სადმე ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა აჩვენოს სწრაფი საგარეო პოლიტიკური გამარჯვება ნაკლები რესურსების ხარჯვით, ეს არის ზუსტად საქართველო, იმიტომ რომ აქ ყველაფერი არის ამის მოძერთი, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ისტორია ჩვენი ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან პოზიტიური ურთიერთობები და პოზიტიური, ასე ვთქვათ, გამოცდილება ამისი. ამიტომაც არის ზუსტად რომ დღესაც კი ჩვენი დემონსტრანტები ხშირად აფრიალებენ ამერიკის შეერთებული შტატების დროშას და ჩვენ ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნს ქუჩაში და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის ჯგუფი პოლიტიკოსების, ჯო ვილსონის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე აქტიურად გამოირჩევა საქართველოს თემატიკაზე მუშაობით, ზუსტად ამას გძნობს, რომ აქ შეიძლება ძალიან, ასე ვთქვათ, მოკლე დროში მოხდეს სერიოზული გარდატეხა, რომელიც გაუჩენს ხელახლა ამერიკას ამ რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამ რეგიონში საკუთარი გავლენების გაძლიერების შესაძლებლობას და თუ ამას დაუმატებთ სომხეთის კომპონენტს, მაშინ ეს ერთიორად უფრო ძლიერი დემონსტრირება იქნება ამერიკის შესაძლებლობების შედარებით მოკლე ხანში და შედარებით ნაკლები რესურსების ხარჯვით. ზუსტად ამიტომაც არის, რომ მიუხედავად შედარებით თითქოს და ამ პატარა ქვეყნისა, სადღაც სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ ამერიკული პოლიტიკუმი, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, ესოდენ დიდ ყურადღებას აქცევენ საქართველოს, ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელსაც არასდროს არ უთქვია, რომ მე მინდა ევროკავშირში გაწევრიანება ან ნატოში, ესეც გასაგებია, ძალიან წყობრად და კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემა, მაგრამ თუ მაგალითად საქართველოსთან ერთად სომხეთიც დაადგებოდა ევროკავშირში გაწევრიანება, ან პირიქით შეიძლება ეხლა ჩვენ ვთქვათ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ ეს ორი ქვეყანა თუ ჩამოაყალიბებს თავის ევროპულ მისწრაფებებს და დაიწყებს მოძრაობას ევროკავშირის მიმართ, მაშინ იდეალური იქნებოდა ჩვენ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ევროკავშირის ურთიერთობები ჩამოყალიბდებოდა ნორვეგია ევროკავშირის ურთიერთობების მოდელის მიხედვით და ნორვეგია საკუთარი ბუნებრივი რესურსებით თუ თავისი სპეციალური, ასე ვთქვათ, პოზიციით ბევრ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან წააგავს აზერბაიჯანის დღევანდელ მდგომარეობას ან პირიქით და ვფიქრობ ეს იქნებოდა მომგებიანი ყველასთვის და ეს ჩამოაყალიბებდა საბოლოო ჯამში სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და ინტეგრაციის ამ ხრივ საინტერესო იქნებოდა ამ მოდელში ჩინეთის ინტერესების გათვალისწინება თუ არის მოსახერხებელი რომ მოექცეს რაღაცა ფორმით. რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ შესაძლებელია იმიტომ რომ ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არის დამყარებული სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფნის იდეაზე და ეს დერეფანი პირველ რიგში უნდა მოემსახუროს ценტრალური დერეფანი, როგორც მე მას უწოდებ, მე არ მიყვარს ეს ტერმინი შუა დერეფანი, ხო? იმიტომ რომ გეოგრაფიულად ცენტრალური დერეფანია და პოლიტიკური დატვირთვაც აქვს ამ სიტყვას. ანუ დღესდღეობით ჩინეთ ევროკავშირის ვაჭრობა აღემატება 800 მილიარდ დოლარს წელიწადში და არის მზარდი ხასიათის. და აი ამ ნაკადში ჩვენი ადგილის და როლის მოძებნა და დამკვიდრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სამივე ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის და პრინციპში ჩვენ აქ შეიძლება გავხდეთ ორივე გლობალური მოთამაშეს სერიოზული პარტნიორი, როგორც ევროკავშირის
ასევე ჩინეთის. და ამერიკის შეერთებული შტატები. და შეერთებული შტატებისაც მათ შორის, რომელსაც აქვთ ინტერესი ანაკრისის ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური და სატრანზიტო ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ ადგილს და როლს უნდა განვიხილავდეთ აქ ევროპულ პარადიგმაში და რაც უფრო მეტად დაახლოებული ვიქნებით ჩვენ ევროკავშირთან, მით უფრო ძლიერი და მიმზიდველი იქნება ჩვენი პოზიციები, ჩვენი უშუალო მეზობლებისთვის და რეგიონალური მოთამაშეებისთვის. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, დრო არ ყოფნით ბატონ ვალერი. დღეს ანუ ტრამპის ადმინისტრაციის ამუშავებამდეც ტრამპის ფაქტორმა ნაწილობრივ შეიძლება ითქვას იმუშავა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევა ამ მხრივ აშკარად დასაფასებელია. მხედველობაში მაქვს ისრაელ-ჰამას შორის შეთანხმება ზავს დღეს ამოქმედდა, მძევლების ნაწილიც კი გათავისუფლდა უკვე, მაგრამ ძალიან საინტერესოა ტრამპი პუტინის შეხვედრის პერსპექტივაში ირანთან რუსეთის მიერ ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რას ემსახურებოდა ეს ნაბიჯი პუტინის თვალსაზრისით რო შევხედოთ. მე ვფიქრობ, რომ რუსულმა დიპლომატიამ დაუშვა სერიოზული შეცდომა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ველოდებით ამ შეხვედრას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც იქნება ძალიან შორს მივალი შედეგები, მათ შორის სამხრეთ კავკასიისთვის და საქართველოსთვისაც, მაგრამ რო დავაკვირდეთ ახლა ამ შეხვედრაზე ძალიან კარგად შეიარაღებული შედის ტრამპი, რომელსაც პრაქტიკულად ყველა კოზირი ხელში. თავისი ეკონომიკური სიძლიერე, სანქციერებული პოლიტიკა, დასავლეთი მის ზურგს უკან, მათ შორის ევროკავშირი და ასე შემდეგ, ხო? არის ორი კომპონენტი, სადაც რუსეთს შეეძლო რაღაც, ასე ვთქვათ, სამსახური გაეწია ამერიკის ინტერესებისთვის. ეს არის ირანის მიმართულება და ჩინეთის მიმართულება. და ამ ორივე კომპონენტში ასე ვთქვათ, პუტინმა ირანთან ამ ხელშეკრულების დადებით წააგო, იმიტომ რომ ეს რესურსი ამოწურა, ხოლო რაც შეეხება ჩინეთს, აქ ტრამპმა მოუგო, იმიტომ რომ დაურეკა სი ძინპინს და როგორც თვითონ თქვა, ძალიან კარგი კონსტრუქციული საუბარი შედგა და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ბევრს გავაკეთებ ჩინეთთან ერთად, რათა ჩამოყალიბდეს მსოფლიოში მშვიდობა, ასე ვთქვათ და ყოველივე ეს. შესაბამისად, აი ეს ორი კოზირი, რომელიც თითქოს და შეიძლება ქონოდა პუტინს, ერთი დაკარგა იმიტომ რომ ვერ გათვალა დიპლომატიურად საკუთარი ნაბიჯი ირანთან მიმართებაში და მეორე კონტექსტში აჯობა ტრამპის ადმინისტრაციამ და ეხლა მე ვერ ვხედავ საერთოდ რა უნდა მიიტანოს ამ მაგიდაზე მოლაპარაკებების მაგიდაზე პუტინმა, ვიდრე თქვა საკუთარი უბრალოდ ისენი რა ქვია რაღაც მოთხოვნები რომ აი მე დამიტოვეთ ეს მომეცით ის და ასე შემდეგ. მუქარა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიების მიტაცებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ხისტი და ძლიერი და თანმიმდევრული იქნება ამერიკის პოზიცია და ტრამპის პოზიცია მოლაპარაკებებზე, მით უფრო ადრე დამთავრდება ეს ომი და ეს სხვათა შორის დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც დაადასტურა. თქვა რომ საუკეთესო გარანტია მომავალი მშვიდობის იქნება გრძელი რადიუსით ჩვენთვის იარაღის მოწოდების და ამ დარტყმების განხორციელების უფლება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანო. და სავსებით ვეთანხმები ამ შეფასებას. ნახოთ, პრინციპში ძალიან დიდხანს ლუდვინი არ მოგვიწევს. თავად ტრამპმა თქვა, რომ მართლაც პირდაპირ გაგებით 24-ან 48 საათში უკრაინაში ომის დამთავრების შესაძლებლობა გამორიცხულია, თუმცა პირველი ნაბიჯები გადაიდგმება ალბათ უკვე ინაუგურაციის შემდეგაც და ჩვენ დავინახავთ რა ტრაექტორიით მიდის ის პოლიტიკა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია კონკრეტულად ამ შემთხვევაში პუტინთან მიმართებაში ჩამოაყალიბებს. ბატონ ვალერი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეფასებისთვის. ერთი რამე მინდოდა მხოლოდ დამატებინა ბატონო გიორგი, არის ის რომ აი ამ რთულ დიპლომატიურ თამაშში ძალიან გულდასაწყვეტია რომ ჩვენ გამოდივართ სტატისტების როლში, იმიტომ რომ დღეს როგორც ჩანს ჩვენ საგარეო პოლიტიკას მართავენ ხალხი, რომელიც ასე ვთქვათ გამოირჩევა სიმბიოზით ამ ასე ვთქვათ ინსტიტუციონალური სისუსტისა და გეოპოლიტიკური ზედაპირულობის. და ეს არის ძალიან საწყენი და გულდასაწყვეტი და შეიძლება ამის გამო ჩვენ ბევრი რამე წავაგოთ.